ვისაუბრებით ყაზბეგის რაიონში მშენებარე და დაგეგმული ფესების თემაზე. ეს არის ყაზბეგის რაიონის რუკა, სადაც წითელი ლაქებით აღნიშნულია ის ადგილები, სადაც ან მიმდინარეობს ფესების მშენებლობა, ან იგეგმება. კონკრეტულად მოგახსენებთ ამჟამად მიმდინარეობს ორი ფესის მშენებლობა დარიალის ხეობაში. ესენია ლარსი ჰესი და დარიელი ჰესი ორივე მდინარე თერგზე და ლარსი ჰესი არის 20 მეგავატის სიმძლავრის, დარიელი ჰესი არის 110 მეგავატის სიმძლავრის. ორივე ჰესი არის დერივაციული ტიპის, რაც გულისხმობს მდინარის კალაპოტიდან გადაგდებას. დარიალის შემთხვევაში ხდება კლდის გაბურღვა დაახლოებით 8 კილომეტრზე და თერგის საშუალო მრავალწლოვანი ხარჯის 90%-ის გადაგდება და ამ გვირაბიდან წყლის გამოსვლის შემდეგ წყალი შედის ლარსი ჰესის მილებში. გარდა ამისა, ამ ორ მშენებარებთან დაკავშირებით ცოტა მოგენებით გავახსენებ, მანამდე თვითონ ამ ფოტოზე რაც დასახულია მინდა იმაზე მოგახსენოთ. ენერგეტიკის სამინისტროს პოტენციური ჰესების ნუსხაში ამ ორის გარდა აქვს კიდე 8 ჰესი ყაზბეგის რაიონში კონკრეტულად. და პლუს კიდევ ერთი ხდის ჰესი, რომელზეც ამ დღეებში უნდა დაწეროს დასკვნა განათლების სამინისტრო. დავიწყოთ თრუსოს ხეობიდან, საიდანაც სათავეს იღებს თერგი. თრუსოს ხეობაში პერსპექტივაში განიხილება 3 ჰესია, ორი თერგზე და ერთი მნის წყალზე. მოყვება ამას ისევ მდინარე თერგზე ორი ჰესი, ეს არის კობი ჰესი და სნოსწყალი ჰესი, რადგანაც ამას ეძახიან სნოსწყალს და სნოსწყალი არის სნოს ხეობა, ეს არის და ეს ამას უნდა ერქვას როგორც დასახელებული მდინარეული. ყველა ეს ჰესი როგორც გითხარით არის დერივაციული და თითოეულ ჰესს შორის, როგორც ნახეთ ეს ძალიან ზოგადი პროექტები გულისხმობს იმას, რომ მას შემდეგ რაც თერგი გამოვა ერთი ჰესის მილებიდან, სულ რამდენიმე ასეულებში უკვე შედის მეორე ჰესის მილებში პრაქტიკულად გადაყარვა ხდება. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში მდინარე თერგის სათავიდან, თრუსოს ხეობის სათავიდან პრაქტიკულად სულ რამდენიმე ასეულ მეტრზე იქნება შესაძლებელი, რომ ნახოს ადამიანმა. საქართველოს რუსეთის საზღვრამდე მასზე შენდება 5 ჰესი. ორი უკვე მიმდინარეობს, როგორც მოხდა სწორედ 6, ორი უკვე მიმდინარეობს და 4 არის პერსპექტივაში. იქიდან გამომდინარე, რომ ენერგეტიკის სამინისტროს როგორც გითხარით, აქვს პოტენციური ჰესების ნუსხაში და ამ ჰესებზე 2012 წელს მემორანდუმიც იყო გაფორმებული ერთ-ერთ მალტაში რეგისტრირებულ კომპანიასთან, მას უნდა შეესწავლა და დაიწყო მშენებლობა, თუმცა როგორც სამინისტრო გვითხრა, შემდგომაზე კომპანიამ 7 ჰესიდან 2-6-ზე თავად თქვა უარი. თუმცა ენერგეტიკის სამინისტროს დღემდე არ გვაქვს უარი ამ ჰესებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ინვესტორი გამოჩნდება, სამინისტრო მზად არის, რომ მას ესაუბროს ამ ჰესების აშენების საკითხს. გარდა ამ ჰესებისა განიხილება სოფელ ჯუთასთან, ჯუთა ჰესი, აქ არის ორი მდინარე ასევე. არის ასევე არხმოს ხეობა, სადაც ასევე არის პერსპექტივაში ჰესი. არის პირველდან წამსულ წყალზე მდინარე ჭხერზე და სოფელ გერგეთის გვერდზე რაც ჩამოდის წყალი, მასზე განიხილება ჰესი. ამ ჰესის პროექტის თანახმად იგეგმება მთის გაბურღვა ძალიან დიდ მანძილზე და სოფელ ცდოს ძირებში, სადაც თერგი ასევე მიდის, იქ უნდა ჩაიდგას როგორც ჩანს ჰესის შენობა და მდინარე დევდორაკი, ასევე რომელიც არის მორთებული მდინარე და ძალიან ხშირად გასაგრძელებლად გაზაფხულზე იცის გამოსვლა და დატბორვა ტერიტორიის. ბადამ აღნიშნეთ და მინდა დავეთანხმო ხუთთან დაკავშირებით, რომ ეს ჰესები არის კომპლექსური პროექტი და ის ორი ჰესი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, მათი ეფექტურად მუშაობა ძალიან საეჭვო ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ აშენდება დანარჩენი ჰესები. გულისხმობ პირველ რიგში ჭხერი ჰესს და მდინარე დევდორაკზე ჰესს.
გამომდინარე იქიდან, რომ თერგს გარდა თავისი მნიშვნელობიდან სხვადასხვა ფუნქციებიდან აქვს კიდევ ერთი დამატებითი ფუნქცია, რაც გულისხმობს ეგრეთ წოდებულ სანიტარულ ფუნქციას. გულისხმობს იმას, რომ მას დაბა სტეფანწმინდიდან რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე აქვს რამდენიმე შენაკადი. და ეს მდინარეები, მათ შორის მდინარე ჩხერი, აი აქ ჩამოდის მდინარე ყურო და მდინარე დევდორაკის, ეს მდინარეები არის ვარცხოური მდინარეები, რომლებსაც საკმაოდ დიდი ნატანი აქვთ მაშინ, როდესაც ხდება მათი ადიდება და ამ უდიდესი ნაკადის ტრანსპორტირებას ახდენს სწორედ თერგი, ეგრეთ შეიძლება ითქვას, რომ აბალანსებს ამ მდინარეებს. აქ საუბარი არის ძალიან დიდი რაოდენობით ნატანს. მას შემდეგ, რაც მოხდება კაშხლის აშენება, აქ არ არის დიდი ზომის კაშხალდეს, 6 მეტრის სიმაღლის კაშხალდეს საუბარი. მას შემდეგ, რაც მოხდება კაშხლის აშენება და დაბა სტეფანწმინდიდან მდინარე თერგის გადაგდება უკვე მილებში, არის კითხვა თუ როგორ მოხდება ამ ნატანის, ასე ვთქვათ, ტრანსპორტირება და გადადა. დღემდე სამწუხაროდ კომპანიისგან ამაზე პასუხი არ გვაქვს, ამბობენ რაღაცა ტრაქტორები და ასე შემდეგ ამას გააკეთებენ, თუმცა ძალიან საერთოა გეოლოგები ამბობენ, რომ ამის ტრაქტორები გამოსმედა შეუძლებელია ფიზიკური. ეს გეოლოგიურ, ასე ვთქვათ, საფრთხესაც შეიცავს. გარდა ამისა, ყველა ამ ჰესზე, როგორც ვთქვათ, ყველა არის დერივაციული ტიპის და ყველა ამ ჰესზე ეგრეთ წოდებული სანიტარ-ეკოლოგიური ხარჯი არის 10%, საშუალო მრავალწლიური ხარჯი 10%. დღემდე ვერ გავარკვიეთ თუ რა პრაქტიკება გაკეთება, ანუ სად არის ამის გამოცდილება, რომ მაინდა-მაინც 10% უნდა ავიღოთ. ეს ამის, ასე ვთქვათ, დაანება ვფიქრობ დაიყო თავად ამ კომპანიამ, იმიტომ რომ მანამდე იყო თუ არა ამის გამოცდილება, ვერ გეტყვით ნამდვილად, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ სხვა მათ შორის ევროპულ ქვეყნებში არსებობს გამოცდილება 10%-ის დატოვების. გადავიდეთ ფოტოებზე თავად, ეს არის დარიელის ხეობა. წინაპირაში გადაღებული ფოტოებია. ეს არის ლარსი ჰესის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ხდება მილებისთვის გამზადება ტერიტორიის. ეს მდინარე ესაც ლარსი ჰესის სათავე ნაგებობა არის. ეს არის გვირაბი, როგორც გითხარით, სადაც მოხდება, საიდანაც გამოუგება მდინარე თერგი, 8 კილომეტრზე იგრძნობა კლდე. და ეს მილები უკვე არის ლარსი ჰესის. კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდა აღნიშნო, ეს არის ის, რომ ეს არის ხდის ხეობა, კაპიტოლა მანანამ ისაუბრა თემაზე. როგორც აღინიშნა, ხდის ხეობა არის უნიკალური ხეობა და აქაც განიხილება ჰესის აშენება და უახლოეს დღეებში გარემოსდაცვის რომ და გადაწყვეტოს გასცემს თუ არა ნეპარტოს ამ ჰესზე. საუბარი არის სულ რაღაც 6 მეგავატის სიმძლავრის ჰესზე და აქაც იგივე დერივაციული ტიპის ჰესის აშენება და აქაც საშუალო მრავალწლიური ხარჯი 50%-ის აღება უნდა მოხდეს კალაპოტიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ერთმანეთში და კიდევ აღნიშნეთ, რაც ასევე ახსენეს, რომ ზოგადად ცნება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვა დიდი ჰესები ზიანს აყენებს გარემოს და პატარა ჰესები არა. ფიქრობ, რომ თავისთავად არასწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი არის შედარებითი და ის თქვათ რაღაცა ზომის ჰესი, რაც დარიალისთვის შეიძლება არ იყოს დიდი, ამ შემთხვევაში ხდის ხეობისთვის უდიდესი შეიძლება იყოს და ძალიან დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს. ანუ არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ აშენებ 6 მეგავატი სიმძლავრის ჰესს და ეს არაფერს ზიანს არ მიაყენებს გარემოს, ფიქრობ, რომ თავიდანვე არასწორი არის. და კიდევ ერთი მომენტი, რაც მნიშვნელოვანია, რომ როგორც გითხარით, ეს ხდის ხეობაში დაგეგმილი ჰესი სულ რაღაც 6 მეგავატი არის. ენერგეტიკული თვალსაზრისით ეს პრაქტიკულად არაფერს არ წარმოადგენს და გაუგებარია თუ რატომ თეორიულად 6 გეთანხმები ირეკლი, იმიტომ რომ
წყლის რაოდენობა ნამდვილად არ არის განსაკუთრებით სამთვის პერიოდში იმდენი, რომ ამ წყალმა 6 მეგავატი გამოიმუშავა. და თუნდაც თქვათ და გამოიმუშავა 6 მეგავატი, რა ღირებულება აქვს ამას სახელმწიფოსთვის იმდენი, რომ ამ უნიკალური ხეობის განადგურება გვიღებდეს 6 მეგავატისთვის. ის რომ ენერგოდამოუკიდებლობა გვინდა და ენერგოუსაფრთხოება გასაგებია, მაგრამ ეს 6 მეგავატი თუ გვიწყვეტავს ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობას, მაშინ შეიძლება ბოლოში. მადლობა დიდი, ეს იყო სწორედ პატარა მოხსენება, რატო ისე